სამი ევროპული ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილებოდა ქვეყნის შიდა და საგარეო საკითხები. შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა ისაუბრეს იმ განცხადებებზეც, რომლებიც ბოლო დროს საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით გაჟღერდა. ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია იმ საკითხში, ექნება თუ არა საქართველოს უვიზო მიმოსვლა, ანუ გაკეთდება თუ არა პოლიტიკური განცხადება რიგაში. ამიტომ ჩვენ ძალიან გვაინტერესებს მათი აზრის მოსმენა. მე ვიცი, რომ უპირობოდ არც ერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს ის მოთხოვნები, რეფორმების ის ჩამონათვალი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების აზრით არის აუცილებელი საქართველოს პროგრესისთვის. ვფიქრობ, რომ ხელისუფლება უნდა იყოს უფრო მეტად უნდა საუბრობდეს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე და იმ სარგებელზე, რასაც ქვეყანას მსგავსი პოლიტიკა მოუტანს. ასევე ვისაუბრე იმაზე, რომ საკმაოდ გააქტიურებულია საქართველოში პრორუსული ჯგუფები, რომელთან დაკავშირებითაც ხელისუფლებას კითხვები არ გააჩნია, თუმცა კითხვები გააჩნია მას სწორედ იმ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც სწორედ დასავლურ ღირებულებებს ეფუძნება. ბუნებრივია ჩვენ მივაწვევთ მათ ჩვენი ხედვა იმ მთავარი გამოწვევების, რომელიც აქვს საქართველოს გარედან, ანუ ჩვენი ჩრდილოეთ მეზობელისგან, ჩვენი აგრესორისგან და საქართველოს შიგნით ჩვენი მთავრობის პოლიტიკის შედეგად. ეს ორი პრობლემა სწორედ ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის კომბინაციაში ერთად ჩვენი ქვეყნის მომავალს და მათ შორის რა თქმა უნდა ის ეროზია, რომელსაც ჩვენ ხედავთ როგორც პროდასავლური კურსის მიმართულებით, ისე რეალურ დამძიმებას ქვეყნის შიგნით ეკონომიკური მდგომარეობის